პიასტრი ნორისის პოზიციების გაცვლის საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ გულშემატკივრების ნაწილმა მაკლარენი ლანდონ ნორისის სასარგებლოდ ფავორიტიზმში დაადანაშაულა. სინამდვილეში როგორ გამოიყურება, როცა გუნდი ერთ პილოტს უჭერს მხარს, ისევ მაკლარენის მაგალითზე მოგიყვებით. მიკა ჰაკინენი მაკლარენში 1993 წელს გადავიდა. იმ პერიოდში, როცა გუნდი ჰონდას წასვლის შემდეგ კრიზისში შედიოდა. იშვიათი პოდიუმები და სასიკვდილოსთან მიახლოებული ავარია ადელაიდაზე. სულ ეს იყო რისი მიღებაც მიკამ ბრიტანული გუნდისგან პირველ წლებში შეძლო. 1997 წელს მაკლარენი ისევ აღმავლობის გზას დაადგა. პოდიუმებისთვის ბრძოლა გახშირდა. ჰაკინენის თანაგუნდელმა დევიდ კულთჰარდმა ავსტრალიის და იტალიის გრან-პრის მოგება შეძლო, მაგრამ მიკას ისევ არ უმართლებდა. ჩემპიონატის ბოლო რბოლაში ხერესის ავტოდრომზე, სადაც ტიტულის ბედი შუმახერი ვილნევის ცნობილმა ავარიამ გადაწყვიტა, მაკლარენის პილოტები ლიდერ პოზიციებზე აღმოჩნდნენ. და ის იყო დევიდ კულთჰარდს თავისი მესამე გამარჯვება უნდა ეზეიმა სეზონში, რომ გუნდმა ჰაკინენის გატარება მოსთხოვა, ხოლო უარის მიღების შემდეგ კონტრაქტის გაუქმებით დაემუქრა. ასე მოიგო თავისი პირველი რბოლა მიკა ჰაკინენმა კარიერაში. 1998 წლის სეზონს მაკლარენი უპირობო ფავორიტის პოზიციაში შეხვდა. ეიდრიან ნიუის მიერ შექმნილ ბოლიდებს უკლებლივ ყველა კონკურენტის წრეზე ჩამოტოვება შეეძლოთ, მაგრამ იყო ერთი პრობლემა. არასაიმედოობის გამო რბოლის სრულ დისტანციას ვერ ფარავდნენ. რონდენისმა, რომელიც იმ დროს მაკლარენის მფლობელი და მმართველი იყო, პილოტების მიმართ ნეიტრალური გადაწყვეტილება მიიღო. რბოლაში მათ არ უნდა ებრძოლათ. შესაძლოზე ბევრად უფრო დაბალი ტემპით უნდა ევლოთ, ხოლო გამარჯვება დარჩებოდა მას, ვინც სტარტზე პირველ მოსახვევში პირველი შევიდოდა. ჰაკინენმა კვალიფიკაციაც მოიგო და პირველ მოსახვევშიც პირველი შევიდა. რბოლაც გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ მიკას ძველმა უმძიმესმა ტრავმამ არ შეახსენა თავი. 1995 წელს ადელაიდაზე მომხდარი ავარიის შედეგად მიკამ სხვა მრავალ დაზიანებასთან ერთად ცალყურში სმენაც დაკარგა. მას შეცდომით მოესმა თითქოს გუნდი პიტსტოპზე ეძახდა და ბოქსებში გადაუხვია, რის გამოც თანაგუნდელთან ლიდერობა დაკარგა. იმ პერიოდში გუნდური ტაქტიკა თანამედროვე ფორმით არ არსებობდა და არც არავინ დაავალა კულთჰარდს რადიოთი ჰაკინენის გატარება. მაგრამ ფინიშამდე 2 წრით ადრე დევიდი შენელდა სტარტ-ფინიშის მონაკვეთზე თანაგუნდელი გაატარა და გამარჯვება დაუთმო. ასე მოიგო თავისი მეორე რბოლა მიკა ჰაკინენმა კარიერაში. ავსტრალიის გრან-პრის შემდეგ დევიდ კულთჰარდი მხოლოდ ერთეულ რბოლებში ახერხებდა ჰაკინენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მიკამ კი თავის კარიერის მეორე ნაწილი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და 2001 წელს სამეფო რბოლები ორგზის ჩემპიონის სტატუსში დატოვა.